სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს, რომ გვაძლევს შესაძლებლობას ჩვენს მიცვალებულებზე ვილოცოთ, მათი სულებისთვის ვილოცოთ და მათთვის შემწევნი ყოფილიყოს ჩვენი წარმოთქმული ლოცვა, ესე იგი. მათ ეს ძალიან ჭირდებათ. ჩვენ არ ვიცით, ესე იგი, ვისი ცხოვრება ღმერთმა როგორ შეიწირა და ჩვენ არ ვიცით იქ ვინ ცხონებულია და ვინ არ არის ცხონებული, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ადამიანი უნდა ავედრებდეს თავის გარდაცვლილებს უფალს, იმიტომ რომ აი ნახეთ, დღევანდელ სამოციქულოში მე დავიწყე მასე ამოიკითხა პავლე მოციქულის სიტყვები. ყოველი განცხადება დვართ წინაშე საყდართა უფლისათა. ანუ თითოეული ჩვენთაგანი ერთ მშვენიერ დღეს უნდა გამოვცხადდეთ ღმერთის საყდრის წინაშე. და იქ ჩვენი ცოდვების გამო პასუხი უნდა მივცეთ ღმერთს. და ჩვენი გარდაცვლილები თავისი ცოდვების გამო აძლევენ პასუხს ღმერთს. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი თუ ადამიანი ამას დაუკვირდება, მნიშვნელოვანი კი არა, ეს შემაძრწუნებელიც იქნება, ადამიანს შეაშინებს ეს მდგომარეობა, რომ ესე იგი თურმე რა ამ ცხოვრებაში შეიძლება მე დავფარო ჩემი ცოდვები რაღაცით, მივჭკმალო, არ გამოჩნდეს, მაგრამ მე ღვთის წინაშე არ დაიმალება. არ ჩემი ფიქრები, არ ჩემი სიტყვები, არ ჩემი ქმედებები. მოციქული იაკობი ამბობს, რომ ზოგიერთი ადამიანის ცოდვებიო წინასწარ ცხადიაო და წინ მიუძღვებიან დასასჯელად. და სხვას კი თუ ვინმეს ამისი დაფარვა მოუნდებაო, ვერ შეძლებს, რომ მას უკან მიყვებიან ეს თავისი ცოდვები. ანუ რაზეა ლაპარაკი, რომ ამ ცხოვრებაში ზოგიერთი ადამიანის ცოდვა აშკარად გამოჩნდება ხოლმე, რომ აი ეს ასეთია, ამან ეს დააშავა, ის ასე უზნეოდ ცხოვრობს თუ სხვა. და ეს ცოდვები მას აშკარად აქვს და წინ მიუძღვიან დასასჯელად, თუ არ შეინარებს. მაგრამ სხვის შესახებ შეიძლება ჩვენ არც კი ვიცოდეთ, რომ ასეთი ცოდვილია, მაგრამ იმას უკან მიყვებიან დასასჯელად. ანუ იმის ცოდვები ამ ცხოვრებაში შეიძლება არ ჩანს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც არ დაიმალება. ასევე სიკეთეც, ზოგის სიკეთე ჩანს და ამით შეიძლება რომ ის გადარჩეს. მაგრამ სხვაგვარად თუ ვინმე ამის დაფარვა მოიწადინოს, ამას ვერ შეძლებს. იმიტომ რომ ეს სიკეთე თავის დროზე ჩუმად ფარულად გაკეთებული გამოუჟღავნება ღვთისა და ადამიანების წინაშე. და ამიტომაც აი ჩვენ ერთადერთი რა გადაგვარჩენს, ესე იგი, გადაგვარჩენს სინანული. სხვა გადარჩენის გზა, გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. უფალი ამბობს, შეინანეთ, რამე თუ მოახლოებულია სასუფეველი ცათა. ამიტომ ადამიანი ლოცულობს რა თავისი გარდაცვლილებისათვის, საკუთარი თავისთვისაც უნდა ილოცოს. საკუთარი ცოდვებიც უნდა იტიროს. ეხლა მაგალითად აი მიცვალებულთა ლოცვა, მთავარი შინაარსი რა არის? უფალო შეიწყალე ჩვენი მიცვალებულები, აპატიე ცოდვები. აი ეს არის მიცვალებულთა ლოცვის მთავარი შინაარსი და თუ ჩვენს მიცვალებულებისთვის ვლოცულობთ, განა საკუთარი ცოდვები უკვე მონანიებული გვაქვს. აი ამაზეა საუბარი, რომ ადამიანმა საკუთარი ცოდვებიც უნდა იტიროს. იმიტომ რომ ადამიანს, როგორც წმინდა მამამ პიმენი დიდი ამბობს, ან აქ უნდა იტიროს ადამიანმა თავისი ცოდვები და ან იქ მოუწევს მარადიულად ტირილი. თუ ვინმე მოახერხებს და აქ შეინანებს თავის ცოდვებს, აი მოციქულებს როგორ ეუბნება უფალი, რომ თქვენო სასუფევლის გასაღებს გაძლევთ. ვისაც მიუტევებთო ამ მიწაზე, ზეცაშიც მიტევებული იქნება. აი ამხელად ნუგეშია ჩვენთვის, რომ აქ თუ მივდივართ და მოძღვართან აღსარებას ვამბობ და ის შენდობას გვაძლევს, სინამდვილეში მისი ხელით ღმერთი შენდობას გვაძლევს, ჩვენ უნდა მტკიცედ გწამდეს, რომ ეს მიტევებული გვაქვს ღვთის წინაშე. იმიტომ რომ ეს უფალმა უთხრა მოწაფეებს, ვისაც მიუტევებთ მიწაზე,
ზეცაშიც მიტევებული იქნება და ვისაც არ მიუტევებთ მიწაზე, ის ზეცაშიც არ იქნება მიტევებული. და ვინმე ყოფილა რომ უფალთან მისვლა და არ შეენდოს ცოდვები, არ მიეტევებინოთ. ყველას მიეტევებ, მაგრამ ვის არ მიუტევებენ? ვინც არ მივა ამისთვის. ვინც სინანულით არ მივა, ვინც აღსარებაზე არ მივა. ჩვენ უფლისაგან ვითხოვთ, ესე იგი, თუ გახსოვთ დიდ მარხვაში წმინდა ეფრემასურის ლოცვას რო ვამბობთ ხოლმე. იქ არის ასეთი სიტყვები, რომ მომანიჭე უფალო განცდა თვისთა ცოდვათა და არა გამკითხვა ძმისა ჩემის. ანუ ესეც მადლია ღვთისა, რომ ადამიანს ჰქონდეს განცდა თვისთა ცოდვათა, საკუთარი ცოდვებისა და ესეც თურმე უნდა ითხოვოს ადამიანი. ის კი არა რომ დაელოდა საბასინანული როდის მოვა. უნდა ითხოვოს ღვთისაგან, რომ უფალო მომანიჭე ეს სინანული, რომ სინანულით გადარჩეს ადამიანი. მაგრამ საკითხავი ისიც არის, რომ ჩვენ თუ დავუშვათ ვცოდავთ, ესე იგი, რითი ვართ დაიმედებული, რომ სინანულიც მოგვეცემა და ამითი გადარჩებით. ამიტომ იმის იმედად, რომ მე შევინანებ და გადარჩებით, ადამიანმა არ უნდა შესწოდოს. იმიტომ რა იცი, რომ მოგეცემა სინანულის შესაძლებლობა. ხო არის უცაბედად გარდაიცვლება ადამიანი. უცაბედად გარდაცვალება მომზადებელ გარდაცვალებას ნიშნავს და წმინდა ბარბარეს, წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სწორედ ამისთვის ევედრებია, რომ დაგვიფაროს ჩვენ უეცარი და უზიარებელი სიკვდილისაგან. იმიტომ რომ ეს არის სწორედ დამღუპელი ადამიანის უეცარი, ანუ მომზადებელი, რომ ემზადება ადამიანი ღმერთთან შესახვედრად, რომ ნანობს, ცოდებს, რომ ისე ცხოვრობს, როგორც წმინდა მამები გვარიგებენ, რომ ყოველი დღე ისე გაატარეთ, როგორც ბოლო დღეს გაატარებდითო, ესე მომზადებულია ადამიანი. მაგრამ როდესაც ადამიანი ესე იგი არ ემზადება ამისთვის, უდარდელად ცხოვრობს, ცოდებს, ამრავლებს და სინანული არ აქვს და ასე უზიარებელი და უცაბედად გარდაიცვლება. ეს არ არის, რბილად რო თქვა, სახარბიელო მდგომარეობა. უკეთესი იქნებოდა მას შეენანებინა ცოდვები და ასე წასულიყო. იმიტომაც არის, რომ მომაკვდავი რო არის ადამიანი, თუნდაც ძალიან დიდი ცოდვები ჰქონდეს, ეკლესია აზიარებს ასეთ ადამიანს, რომ ბოლო ნუგეშის გარეშე არ გაუშვეს, მაგრამ თუ ის მომჯობინდა და გამოკეთდა, მან უნდა სინანულის გზაც გაიაროს და შემდგომ ისე ეზიაროს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ ეს ვერ მოასწრო, არა თუ ვერ მოკეთდა და უძლურების გამო გარდაიცვალა, ბოლო ნუგეშის გარეშე ეკლესია არ ტოვებს და აზიარებს და ასე უშვებს, შენდობას აძლევს. იმდენად დიდია მნიშვნელობა იმ, რომ ადამიანი ნაახსარები და ნაზიარები წავიდეს. მაგრამ რატო უნდა ელოდებოდეს ადამიანი იმ ბოლო დღეს? ვინ იცის ის ბოლო დღე როდის არის? ამიტომაც მორწმუნე ადამიანი ხშირად უნდა ეზიარებოდეს, ხშირად აღსარებას ამბობდეს, ყოველდღიურად ცდილობდეს, რომ ღვთისმცნებების ერთგულებით გაატაროს ცხოვრება და სადაც შეეცვლება, იქ შეინანოს გულწრფელად. ეს არის გადამრჩენელი გზა. ღმერთმა აცხოვნოს ჩვენი მიცვალებულები და თავის დროზე ჩვენს და ისინიც აღგვადგინოს მარადიული სიხარულისათვის. ღმერთმა დალოცული და გახარებულები გავხდეთ.